გამარჯობა. მე სოფო ვარ. როგორ ამოვიხვნეშე. გამარჯობა. ისევ მე სოფო ვარ და ეს არის ჩემი პოდკასტის მეორე ეპიზოდი. ამ ვიდეოს მერე ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი კითხვა დაისმევა მსგავსი შინაარსის. როგორ გავბედე, ასეთ ინტიმურ თემას რომ შევეხე, მე ამას ვერ შევძლებდი, ყველამ რატომ უნდა იცოდეს და ასე შემდეგ. ხო და ამ კითხვებზე მაქვს ერთი პასუხი. გოგონებო და ქალბატონებო, ვისაც ოდესმე გამოგივლიათ მუცლის მოშლა, ორსულობა თქვენთვის წარუმატებლად დასრულებულა, ამ ვიდეოს ვწერ თქვენს გასაძლიერებლად. ზუსტად 4-ჯერ ვიყავი თქვენს მდგომარეობაში და 4-ჯერ განვიცადე ენით აღუწერელი ტკივილი ფიზიკურიც და სულიერიც. ამ ვიდეოთი მინდა რომ სიჩუმე დავარღვიო და სტიგმები მოვხსნა. და ეს არ ეხება მხოლოდ ჩემნაირ ადამიანებს. ეს ეხება ყველას, ვისი ცოლი, მეგობარი, ოჯახის წევრი, მეზობელი თუ ნათესავი გადის იგივეს, რაც მე და მრავალმა ქალმა გამოვიარეთ. მე მინდა იცოდეთ, რას გრძნობენ ამ დროს ადამიანები, რას გრძნობენ ამ დროს ქალები და ასე მგონია, რომ ყველა ქალის სათქმელს ახლა მე ვიტყვი და ეს მაძლევს ძალას, რომ ახლა კამერის წინ ვიჯდე და ჩემს გამოცდილებას გიზიარებდეთ. ზუსტად ვიცი ამ ჩემს ვიდეოს რაც შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მე ვთვლი რომ მზად ვარ ამისთვის და ისიც ვიცი რომ ეს იქნება ქალების უდიდესი მხარდაჭერა. ხო და ასე რომ ავდგეთ ახლა და შევუდგეთ საქმეს, დავიწყოთ ჩემი ისტორია. პირველად რომ გავიგე რომ მორსულად ვიყავი, ეს იყო შოკი, ბედნიერება, შიში, პასუხისმგებლობა, არ ვიცი, აი ყველაფერი ერთად იყო, რა ემოციაც ოდესმე განმიცდია, ყველა ემოცია მე მგონი მაშინ ერთად მოვიდა. ურთულესი იყო ახალ რეალობასთან ერთად ცხოვრება, გაგიჟებულ ჰორმონებთან ერთად არსებობა, მაგრამ ამ ყველაფერს კარგის მოლოდინი აქარწყლებდა. 20 კვირამდე ყველაფერი წესრიგში იყო. 20 კვირაზე ეხოსკოპიაზე რომ მივედით, რაღაცა არ მოეწყონათ, მაგრამ არაფერი 2 კვირაში მოდით გადასამოწმებლად და ჩვენ არც გვიფიქრია რომ სერიოზული შეიძლება და ყოფილიყო, მოდით, კი ბატონო 2 კვირაში მოვალთ. ის 2 კვირა ნერვიულობდით ორივე, მაგრამ ჩუმად ჩვენთვის, ჩვენ თავსაც არ ვუტყდებოდით დიდად, იმიტომ რომ ნამდვილად არ გვეგონა რომ რამე ისეც გვეტყოდნენ, რაც გვითხრეს. 22 კვირაზე რომ მივედით, ანუ 2 კვირის თავზე გვითხრეს რომ არაფერს აზრი აღარ ქონდა. და ახლა უკვე შემდეგი ნაბიჯები იყო მოსაფიქრებელი, როდის როგორანაირად მოხდებოდა ჩემი და ბავშვის განცალკევება. ბავშვს ეძახი, იმიტომ რომ დაახლოებით, არ ვიცი, 5 თვე გამოდის ეგ ორსულობის ვადა და ემოციური კავშირიც უკვე დამყარებული იყო, სახელიც ვიცოდით. ყველანაირად მიახლოვებულები ვიყავით მშობლობის შეგრძნებას ორივე. მაგრამ ასე მოხდა. შეწყვეტის დეტალებს არ მოვყვები და არ დაგამძიმებთ და არც არის საჭირო ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქ მთავარი ემოციებია და აქ მთავარი ის არის ქალი რას გრძნობს ამ დროს და რა თქმა უნდა პროცესში ჯოჯოხეთური ტკივილები
და ემოციურიც და ფიზიკურიც გამოვიარე, მაგრამ მერე იყო საინტერესო. მერე იყო დუმილი. მერე იყო სევდა, ტკივილი, განცდები, მაგრამ უდიდესი სურვილი, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო და ახალი ორსულობა დაგვეგეგმა. ეს ჩემი გადაწყვეტილება და ჩემი სურვილები იყო. მე ჩემი მეუღლის მაგივრად არ ვილაპარაკებ. რაღაც მომენტებში, რაშიც ზუსტად ვიცი, რომ პრობლემა არ არის, რომ თქვა ჩვენ, ვიტყვი ჩვენ, მაგრამ ძირითადად მაინც ჩემ თავზე ვისაუბრებ. და მოკლედ, ექიმაც გითხრა, რომ შანსი არ არისო, ესო ისეთი იშვიათი შემთხვევაა, გამორიცხულია მეორე დრო გამეორდესო რა, აი 1%-იაო და ეხა 1% ყველა ორსულობაშიაო და მიდითო კაცო. ჩვენც ახლა დავიჯერეთ, გამოცდელები ვიყავით, არაფერი არ ვიცოდით და ექიმი რო გეუბნება, იჯერებ ხა ყველაფერს. მეორე ორსულობამდე სანამ მივიდოდით, მე გამოვიარე ყველანაირი ემოციური მდგომარეობა. მათ შორის არ ვიცი ეს როგორ უნდა ავხსნა. ფიქრები, რომ მე არ ვარ არაფრად, რომ რანაირად არ გამომივიდა ქალის ბიოლოგიური არსი, ხომ ეს არის, რომ შვილი გააჩინოს და მე ხომ ქალი ვარ და რანაირად არ გამომივიდა ჯანმრთელ ქალს. ჯანმრთელი ვარ მეც, ჩემი მეუღლეც და არ გამოდის. არ გამოვიდა. რატომ? კითხვები, რატომ? რანაირად? რა დავაშავე? მაგრამ დიდად აი ამ კითხვებს არ ჩავეძიე თავიდანვე, იმიტომ რომ მე ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ და მომავლის იმედით არ დავრჩი იმ მდგომარეობაში დიდხანს. შემდეგ იყო მეორე ჯერი. მეორე ჯერზე 21 კვირის ვიყავი, რომ დასრულდა ჩემი ორსულობა. ესეც საკმაოდ დიდი ვადაა. მანდაც ჯოჯოხეთი გამოვიარე, გულწრფელად რო ვთქვა. და ოღონდ მეორე ჯერზე რაღაცნაირად ვეცადეთ, რომ ცივად მივდგომოდით, მაინც მეტნაკლებად რა, იმიტომ რომ ვაიდა არ გამოვიდეს, თუმცა სახელი ამ ბავშვისაც ვიცოდით. და ეს არ არის მუცლის მოშლა, ეს არის ბავშვის დაკარგვა, რაც არ ვიცი რანაირ ტკივილთან ასოცირდება, როგორ შეიძლება ეს გადმოსცე ადამიანმა მარტო ის თუ გაიგებს, ვისაც ეს გამოუცდია. მერე იყო კიდევ ორი ორსულობა და ბოლო ორსულობაზე, ოღონდ ბოლო ორი ორსულობა იყო, როგორ იცით, მოკლევადაზე შეწყდა უკვე ეს ნამდვილად მუცლის მოშლასთან შეგვიძლია, რომ გავაიგივოთ. და უკვე იმიტომ რომ არ მტკენოდა, პროექტივით ვუყურებდი. ეხლა შეიძლება ცუდად მოხვდეთ ყურში ვიღაცეებს, მაგრამ ამხელა ემოციური ტრამვის მიღება და განცდა არ არის მარტივი და ვითომ ხო ვიძლიერე და ვითომ ეხლა მენახეთ რას ვიზავ. მაგრამ ამასობაში ავდექი და თავდაცვის მექანიზმად ეს ჩავრთე, რომ ცივად, პრაგმატულად და აი პროექტივით მივუდგე, რომ გამოვა, არ გამოვა, კიდევ ვცდი, ანუ გაჩერებას არ ვაპირებდი, არასდროს არ ვაპირებდი გაჩერებას. ეხლა რომ მახსენდება, შოქში ვარ, რანაირად არ ვაპირებდი გაჩერებას. მაგრამ მეოთხე ჯერზე დედას დიაგნოზი გავიგეთ სიმსივნის და ზუსტად მაგის შემდეგ 2 კვირაში გავიგეთ, რომ მეოთხე ორსულობაც წარუმატებელი იყო. მეოთხე შემთხვევის შემდეგ გასულია 4 წელი და დღემდე აღარ მიცდია, იმიტომ რომ
დედას გარდაცვალება მოყვა ამ ყველაფერს და აი მათ უკვე ძალიან ბევრ რამეს აეხადა ფარდა. და ახლა მოგიყვებით ზუსტად ემოციებს, რა ემოციებს განვიცდიდი, რა ფიქრები მქონდა ყველა მოშლის შემდეგ. რა ხდებოდა ჩემს ტვინში და სხეულში? პირველი შემთხვევის შემდეგ ძალიან ისე ვიყავი იმედიანად, მაგრამ მქონდა ძალიან ბევრი კითხვა ჩემ თავთან და ძალიან დიდი უკმაყოფილება ჩემი თავის მიმართ, რომ ეს როგორ დამემართა. რანაირად მომივიდა ესეთი რაღაც მე ადამიანს, რომელსაც მანამდე ყველაფერი გამოსდიოდა. არ მქონია პრობლემა არაფერზე ცხოვრებაში არასდროს 26 წლამდე, არასდროს არაფერზე პრობლემა არ მქონია. ჯანმრთელიც ვიყავი, რასაც ვკიდებდი ხელს გამომდიოდა, არხეინადაც ვცხოვრობდი და ასე შემდეგ. ეს იყო არ ვიცი რანაირი დარტყმა, რომ მე რაღაცა ნაკლული ვარ, არ ვარ საკმარისი. ქალს თუ ეგ არ გამომივიდა, აბა მაშინ რა უნდა გამომივიდეს. ეს სტერეოტიპები, რაც ეხლა რომ მკითხოთ, რა თქმა უნდა, ესე არ ვფიქრობ, რომ მარტო ეს არის ჩვენი დანიშნულება, მაგრამ ეს თავის საქმეს აკეთებს აქ, მაინც გარემო, რაც გესმის, რაც იცი, რაც წაგიკითხავს. ხო, ჩვეულებრივ რაღაცა ქალის ბიოლოგიური დანიშნულება არის გამრავლება. ბავშვის გაჩენა. და ვაუ, იდეალურ საფას არ გამოუვიდა. მაშინ თან იდეალური მეგონა ჩემი თავი. მოკლედ, წამოვიდა ფიქრები, რომ როგორ ვუთხრა მეგობრებს, როგორ ვუთხრა ახლობლებს. Instagram-ზე და Facebook-ზე რო ფოტოები მიდევს დიდი მუცლით და რომ მეტყობა რომ ორსულად ვარ, რო შემხვდებიან და ბავშვი რომ არ იქნება, რა უნდა ვქნა მერე? ანუ ძირითადად, აი ახლაც რო უკვირდები, ძირითადად ფიქრები მოდის, რომ შენ რანაირი არასრულფასოვანი ხარ. ყოველ შემთხვევაში ჩემთან ეგრე იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გარემო საკმაოდ ჯანსაღია და არ მყავს ისეთი ადამიანები ირგვლივ, ვინც უტაქტო კითხვას დასვამენ, ან უტაქტო რჩევას მოგცემენ, ან პირად სივრცეში შემოგეჭრებიან, მაინც ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. გარეთ გამოსვლა არ მინდოდა, რომ ძველი ნაცნობი შემხედროდა ვინმე, არ მინდოდა, რომ მეგობარი შემხედროდა ვინმე, არავინ და არაფერი არ მინდოდა. იმიტომ რომ აი ამასთან შეგუება იყო, არ ვიცი მე რა იყო ამასთან შეგუება. და რა გავაკეთე? დავიწყე ლაპარაკი. და ეს ხო კაია ზოგადად გულახდილი რო ხარ და შეგიძლია ასეთ რაღაცებზე ლაპარაკი, მაგრამ დღეს ხვდები მე რატო გავაკეთე ეს მაშინ. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ პირველი მიმღებლობა გამზრდოდა ამ ფაქტის მიმართ. მეორე არ მიმეცა ადამიანებისთვის საშუალება, რომ რაიმე სახით შემთხვევით უნებლიეთ თუნდაც ჩემთვის ეთკენინებინათ. და რას ნიშნავს ეს? რამე კითხვა დაესვათ, ისეთი რაც არ მესიამოვნებოდა. მომავალზე ეკითხათ რამე, მიზეზზე ეკითხათ რამე, არ მინდოდა. და რა ვქენი? ჩემით ვყვებოდი ყველაფერს ყველასთან. ყველაფერს ჩემით ვყვებოდი. და პლუს ამ გულახდილობას იმ გულახდილობასაც ვამატებდი, რომ იცი რა არის? კი ბატონო, შენ შეიძლება რაღაცა მკითხო, შეიძლება რაღაც გაინტერესებს, მაგრამ ჩემთვის თუ დისკომფორტი იქნება ეს, ვერ გიპასუხებ ამ კითხვაზე და წინასწარ იცოდე.
წინასწარ იცოდე რომ მომავალში რა იქნება მე არ ვიცი როცა მოვიფიქრებ გეტყვით და ასე შევიქმნი თავდაცვის მექანიზმი დავიწყე თერაპიებზე სიარული და ნელ-ნელა იდეაში უნდა გავსულიყავი ფონს, მაგრამ ფონს ვერ გავედი, იმიტომ რომ ჩემ თავს გადავუწყვიტე, რომ ყოველ წელს ორსულად ყოფილიყავი, იმიტომ რომ რაღაც არ ვიცი რა გავაკეთე საერთოდ, აი ესე უზარმაზარი კლდე ჩემ წინ გადავწყვიტე, რომ თავით გავანგრიო. იმიტომ რომ მეორე შემთხვევის შემდეგ გავიკეთეთ ანალიზები, გავიკეთეთ კვლევები, ჩვენც ბავშვსაც, ანუ ნაყოფსაც გავუკეთეთ. დავადგინეთ მიზეზი, გენეტიკური მიზეზი აღმოჩნდა და გითხრეს, რომ რა ვიცი, აქაც ახლა პატარა იმის შანსი რომ არ გამოვიდეს. აუ, პატარაო და წავიდა თავით სოფო, აბა იქნებ გავანგრიო. არ გაინგრა. არც ერთ ჯერზე ვერაფერს ვერ გავხდი. უდიდესი ბრძოლები გამოვიარე ჩემ თავთანაც და ჩემ თავთანაც. ძირითადად ჩემ თავთან რა, მაინც იმიტომ რომ ეს არასრულფასოვნების მომენტი მჭამდა, მე მჭამდა ის რომ აღარ ვიყავი ისეთი ლაღი და უდარდელი როგორც ამ ბებამდე ვიყავი და მაინც აი ეთყობა რაღაცნაირად დამტკიცება მინდოდა რომ მე ბრაკი არ ვარ და გამომივა რა ეხლა რო უყურებ ჩემ თავს ანუ როგორი რაღაც მსხვერპლშეწირვა იყო და თავგანწირვა იყო იმისთვის რომ ალბათ ვისთვის საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა რომ მე არ ვარ ხარვეზიანი ანუ მაგის გაკეთება მინდოდა ალბათ ამ გადმოსახედიდან და ახლა რომ ვფიქრობ არც ხარვეზიანი ვარ არც არასრულფასოვანი ვარ იდეალური ნამდვილად არ ვარ და მადლობა ღმერთს რომ აქამდე მივედი რომ გავიაზრე რომ არავინ იდეალური არ არის მათ შორის მეც უბრალოდ იცით რა არის ესეთი რაღაცეები ხდება ძალიან ბევრი ხდება და რატომ გადავწყვიტე საერთოდ ამაზე ლაპარაკი იმიტომ რომ მე კი მქონდა ჯანსაღი გარემო ირგვლივ ჩემი ახლობლების და მეგობრების სახით მაგრამ და ოჯახის წევრების სახით მაგრამ მე ყოველ ჯერზე როცა კლინიკაში მივდიოდი ყოველ ჯერზე მხვდებოდნენ იქ გოგოები ქალბატონები ვის თვალებშიც უსაზღვრო შიში იყო რომ მათ აღარ მიიღებდნენ ვერ გაუგებდნენ ხელს კრავდნენ რომ ეს თუ არ გამოვა მე რა ეშველებად საერთოდ ჩემი ხედვა სხვანაირი იყო მე ვიძახდი რომ ეს თუ არ გამოვა შემდეგი გამოვა ეხლაც ესე ვფიქრობ და ყველანაირი ვარიანტი მაქვს მიღებული მოვლენების განვითარების და ყველანაირი ვარიანტი და გაგრძელება მისაღებია ჩემთვის მაგრამ სადამდეც შანსი არსებობს ის შანსი უნდა გამოიყენო მე ეგ ადამიანი ვარ და აი ამ გოგოებს რო უყურებდი რომლებიც შეშინებული საწყალი თვალებით მიყურებდნენ და თითქოს აი უნდათ რომ ოღონდ ეს არ მომხდარიყო და ყველაფრისთვის მზად იყვნენ და ეს არ იყო ის მარტო ის რომ დედა ხარ და რა თქმა უნდა გინდა რომ ნაყოფი შეინარჩუნო რა თქმა უნდა გინდა რომ შვილი გააჩინო ამის იქით იყო შიში უზარმაზარი შიში მიუღებლობის და იქ არ ვიცი მე შემემთხვა ესე თუ ზოგადად ეგრე ხდება ძალიან ბევრი გულწრფელი ლაპარაკი მქონდა და ეგ ლაპარაკები მახსოვს და მინდა რომ ყველას გითხრათ ყველას გოგონებს
ქალებს არ ვიცი ყველას რომ არაუშავს არაუშავს დიახ ჩემი 4 ორსულობა დასრულდა წარუმატებლად მე არ ვარ არასრულფასოვანი მე არ ვარ ხარვეზიანი მე არ ვარ უბედური და მე ყველაფერი წინ მაქვს ამ გოგონებს ეშინოდათ ქმარი რასიზამ და ეშინოდათ ოჯახის წევრები რას ეთყოდნენ ეშინოდათ არ ვიცი ალბათ მთელი გარემოცვის და ხალხის მასის სწორედ ამიტომ მინდა რომ ზუსტად იცოდნენ და ზუსტად იცოდეთ რომ ჩვენ ვართ საკმარისები ჩვენ ვართ საკმარისები ერთხელ არ გამოვა მეორედ გამოვა მეორედ არ გამოვა მესამედ გამოვა მესამედაც თუ არ გამოვა და საერთოდ თუ არ გამოვა მაგის გარდა კიდევ ძალიან ბევრი ბედნიერება სიხარული და სიყვარული არსებობს ცხოვრებაში ეს არ ნიშნავს რომ თქვენ არაფრად ივარგეთ რამოდენიმე საკითხს შევეხები პირველი უტაქტო კითხვებს და რჩევებს შეგიძლიათ თქვენც უკმეხად და პირდაპირ უპასუხოთ მაგალითად არ მაქვს ამაზე ლაპარაკის სურვილი არ მსიამოვნებს ამაზე ლაპარაკი როცა მესიამოვნება და როცა ამისთვის მზად ვიქნები მაშინ გიპასუხებთ მორჩა არავის არაფერი არ ეწყინება რომ ცეწყინოს ცივი წყალი არის ონკარში ასევე ერთი წამით არ იფიქროთ რომ თქვენი ქალურობა ამ ამბავთან ერთად მოკვდა ერთი წამით არ იფიქროთ თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ რამხელა ძალა გაქვთ რომ ეს ყველაფერი გადაიტანეთ ვერც კი წარმოგიდგენიათ ჩემთვის პირადად ასეთი გამოცდილება რაც თუნდაც მეც მაქვს ხო არ ვიცი მთების გადადგმის ტოლფასია ეს არის რომ ადამიანი მოკვდები და აღსდგები ეს არის რომ დაეცემი და გონია რომ ვერასდროს ვეღარ ადგები და მაინც ადგები და ზუსტად მანთხართ ყველაზე ძლიერები არ არსებობს გამორიცხულია რომ ვერ ადგეთ გამორიცხულია არაფერი არანაირი სტრესი არ გვკლავს და არც ერთ სტრესზე არ მთავრდება ცხოვრება მე მგონი მე ნამდვილი მაგალითი ვარ მაგისი ეხლაც მიჭირს ეხლაც ძნელია და აღმოვაჩინე რომ თურმე თავის დროზე სულ არ მიგლოვია ის რაც შემემთხვა იმიტომ რომ ესეთი დაჯერება მქონდა რომ ჩემთვის არ შეიძლება ცუდად ყოფნა მე დიდხანს ცუდად არ უნდა ვიყო და მალე უნდა ავდგე იმიტომ რომ სოფო ცუდად არ არის და აი მაქსიმალურად სწრაფად ესე ჰოპ და ვდგებოდი დაცემიდან რაც ასევე არაჯანსაღი არის არც ერთი შემთხვევა თურმე არ მიგლოვია სათანადოდ და მოვიდა დრო და ახლა ვგლოვობ ახლა განვიცდი ახლა ვფიქრობ და ამას მივიღებ დავამუშავებ და გავუშვებ და გავაგრძელებ ცხოვრებას მაგრამ ის რომ მე არასრულფასოვანი ვარ ან არაფრად არ ვარგი ვარ ეს ფიქრები მე აღარ მაქვს და ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ რომ თქვენც არ გქონდეთ არაფერი ამაში სამარცხვინო არ არის არაფერი ამაში დასაცინი არ არის და არაფერი ამაში შესაძოდიც არ არის იმიტომ რომ ეს არის ცხოვრება ესეთი რაღაცები ხდება არსებობს სტატისტიკებიც არსებობს არ ვიცი მილიონობით შემთხვევა ვის რა ვადაზე ეშლება მუცელი ზოგს ის არ გამოსდის ზოგს ეს არ გამოსდის ზოგს პირველად არ გამოსდის მე ასეთ გამოსდის და ასე შემდეგ არ წყვეტს ეს თქვენს სრულყოფილებას
თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე სასურველი. და მინდა რომ ეს კარგად დაიმახსოვროთ და სულ გახსოვდეთ. არ ვიცი, რა ჩავწერე. დაგემშვიდობებით. მიყვარხართ ყველა, მით უმეტეს ჩემი გამოცდილება, ვისაც ჩემი გამოცდილება გაუვლია, ასე ვთქვათ, ის ადამიანები უფრო ჩემები არიან და უფრო მიყვარს და ამიტომ იცოდეთ, რომ ყველა მიყვარხართ, ვისაც მსგავსი გამოცდილება გაქვთ და იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ და იცოდეთ, რომ აუცილებლად თუ ჯერ კიდევ ფეხზე არ დგახართ, ფეხზე დადგებით და ბევრად ძლიერი იქნებით, ვიდრე მანამდე იყავით. ოჩაღები ხართ და მე თქვენთან ვარ და ვამაყობ თქვენით, ასევე ჩემი თავითაც. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.